კარგია დასვენება და კარგი ცხოვრება? შეხوار გააფრინე. ვერ გავიგე. რა არის, გვითვალთვალე? რა გითვალთვალებთ, მეტი საქმე არ მაქვს, უბრალოდ მივხვდი რომ ერთად იქნება. და რა, მე ვერ გავიგე. მაქსიმე, შენ კიდე კითხულობ რაო? მაქსიმე, წაყივე, ეთყობა შენს წასოყვანად ჩამო. ახლა ძალიან მაგრა ატრაკებთ უკვე რა. შენ სადღა მოყვეოდი, ბიჭო, გააფრინე ვაფშეტო. ჩემთან რა გინდა, კაცო, რა, მე რა შვაში ვარ, კაცო. გამოვყევი ნატოს უარ ენერგიულად. თქვენ ხართ უსინდისოები და უნამუსოები. რატო ვერ გავიგე, რას ვაშავებთ, რა იყოს სკოლის მოსწავლეა თუ რას უბრძანებ, ვისთან იაროს და ვინ უყვარდეს? უყვარ ხარ კიდეც? ნატო ჩაჯექი ხე მანქანაში და დავაი სახში დროზე რა, თორე გავაფრენ რა. და იცი შენ ჩემი გაფრენა და გეუბნები დავაი სახში დროზე. ყველაფერს ვეტყვი დედა შენს და დედა ჩემს. რაც გინდა ის გიქნია, წადიმეთქი სახში ხე მალე. ნატო, ერთი წუთით რა. ანუ რა გამოდის, რომ შენ ჩემი მეგობარი არ ხარ და იმ დონეზე ვერ მიტან, რომ არ გინდა შენ დეიდაშვილთან დავდიოდე. არა, კატო, ჩემი მეგობარი რო ხარ, ზუსტად მაგიტომ არ მინდა რომ ესე იქცეოდა, გესმის? რა შენი შესაფერისია გამაგებინა ეს ბიჭი? უცოლო, ახალგაზრდა და პატარა. არა, ესენი ნახე რა. ნატო! დაჯექი მანქანაში. დაჯექი დროზე მანქანაში. თორე რას არ გამიჭედია, 12 წელია. ეხა გავჭედა. გეფიცები ტანტოლიკებს და ბაზასულებს დაჯექი მანქანაში. ამიხსენი, გოგო, გეხვეწები რა. რატოა так? მაგრამ დავიღალე შენთან იმის ახსნით, რაც არ გესმის და რასაც ვერ გაიგებ. ხო, მე ვერ გავიგებ, რა თქმა უნდა. ხო, მე ვერ ვგებულობ. მოვკვდი გოგო კაცის სირცხვილით აქ. ჩამოვადექი დამხალა ხალხს და მეუბნებით ერთად რატო ხართო? ხო და თუ ხცხვენია შემეშვი რა. გოგო, რა გჭირს ნატო გამაგები? ჩვენ რო დაგვეჯერებინა ესე ეგონასთვის და ნატრულისთვის. ეხლა ერთად ხო არ ვიქნებოდი, გოგო? არც ბავშვები იქნებოდა და არც არაფერი არ იქნებოდა. ხო და ძალიან კარგი იქნებოდა, თუ არაფერი არ იქნებოდა. მერაბ. წავიდი. აი მერაბ. მორჩიე ხო მაიმუნო ჩაჯექი მანქანაში. მერაბ. ძალიან მეწყინა, დედას გებიჭი. მერაბ. კაი, ნერვები მქონდა მოშლილი, არ შეგიძლია რომ ამიტანო? ნატო,